ამით ისრაელმა ისტორიული პირველი დარტყმა განახორციელა, რათა ბირთვული თავდასხმა ისრაელზე აეცილებინა. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს ერთგულებას. ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი. იგივე სიმტკიცით ვიმოქმედეთ ჰეზბოლას წინააღმდეგაც. ჰეზბოლა გეგმავდა გალილეაში შეჭრას და ისრაელის ქალაქების განადგურებას 150,000 რაკეტით. ჩვენ ასევე მოვიშორეთ ეს საფრთხე და გავანადგურეთ ნასრალაჰი. და მინდა გითხრათ, ჩვენი მამაცი მებრძოლები ანადგურებენ ჰეზბოლას. შევაგრძელებთ უსაფრთხოების ზონის გასწვრივ ყველა სამხედრო ინფრასტრუქტურის მოცილებას, მათ შორის მიწისქვეშა ტერორისტული გვირაბების კომპლექსებს. ირანი და ჰეზბოლა უფრო სუსტები არიან ვიდრე ოდესმე, ხოლო ჩვენ უფრო ძლიერები ვართ ვიდრე ოდესმე. მაგრამ ჩვენი კამპანია მათ წინააღმდეგ ჯერ არ დასრულებულა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანმა და ჰეზბოლამ სცადეს ჩვენზე ახალი წესების დაწესება. ეს განტოლება მიუღებელია. და ასევე მიუღებელია ჩემთვის, თუ ისინი ფიქრობენ, რომ ლიბანიდან და ირანიდან ისრაელზე თავდასხმებს განახორციელებენ და ისრაელი არ უპასუხებს. ეს არ მოხდება. სანამ მე ვარ პასუხისმგებელი, როგორც 10 წრეულებია ვაკეთებ. მე მტკიცედ ვარ განწყობილი. შევინარჩუნოთ ჩვენი უფლება, ვუპასუხოთ ესეთ თავდასხმებს. ჰეზბოლას მიერ ჩრდილოეთ ისრაელზე თავდასხმების შემდეგ მე დავავალე ისრაელის თავდაცვის ძალებს განეხორციელებინათ თავდასხმები ბეირუთში ავიადარტყმები განვახორციელეთ. და მას შემდეგ, რაც ირანმა ისრაელზე თავდასხმა განახორციელა, მე დავავალე ირანში სამხედრო და ფინანსურ ობიექტებზე თავდასხმების განხორციელება. და ჩვენ ასე მოვიქეცით. და მას შემდეგ, რაც ეს გავაკეთეთ, ირანმა შეწყვიტა ჩვენზე თავდასხმა. თუ ირანი შეცდომას დაუშვებს და კვლავ განაახლებს ჩვენზე თავდასხმებს, ჩვენ მკაცრად უპასუხებთ. რადგან ისრაელს აქვს თავის დაცვის უფლება. და ჩვენ შევინარჩუნებთ ამ უფლებას. და მე გეუბნებით თქვენ, ისრაელის მოქალაქეებს, როგორც ჩემს მეგობარ პრეზიდენტ ტრამპთან საუბარში ვამბობ, ჩვენ დავიცავთ ისრაელს სიმტკიცით და გონიერებით. და ერთად ჩვენ აღვადგენთ უსაფრთხოებას ისრაელის ჩრდილოეთში.